4-ჯერ თუ 5-ჯერ არის გაზრდილი დანაკარგები იანვართან შედარებით. რომ არ უჭირდეს რუსეთს, რომ არ უჭირდეს ამდენ კორეელის ჩრდილო კორეის დახმარება მას არ დაჭირდებოდა. ფაქტურად სოფლიოში გამოცხადებული მეორე არმია უკრაინაში არის მეორე არმია დღეს უკრაინის ფრონტზე. ასე რომ ახლა რასაც წარმოადგენს შეიარაღებული ძალები რუსეთის გამოჩნდა. საფრთხე მე ვუძახი ამას მამლუქობის სინდრომს, როდესაც სამხედრო იღებს ძალაუფლებას. იმ რაოდენობით იმ კონცენტრაციის ხდება სამხედრო, მას შეუძლია ძალაუფლების აღება და ეს საფრთხე რუსეთს ნამდვილად ემუქრება. თებერვლის რევოლუცია როგორ მოხდა რუსეთში? ეს ჯარი, რომელიც პირველ სოფლიო ომში დადგუნული ჯარი, რომელიც მოbrunდა იმაში თავისუფლებაში რუსეთში, აი მათმა მოახდინეს ერთად რევოლუცია, ხო? ჩინეთი და რუსეთი მოკავშირე ვერასოდეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ისინი არიან კონკურენტები ერთმანეთის რესურსებზე საუბარი. არსებული ვითარება ჩინეთს ძალიან აწყობს. დასუსტებული რუსეთით ხელში უვარდება მწიფე ვაშლივით. გამოფიტვაზე ომში არ არის მნიშვნელოვანი რა ძალები ყავს შენ ჩართული საომარ მოქმედებაში. აქ არის რა ძალები არა გაქვს შენ გამოყენებული ჯერ კიდევ აი ამ საომარ მოქმედებაში. აქ საუბარია, რა ვიცი, 500 მილიონიანი ევროპის შესაძლებლობაზე და ამას უპირისპირდება რუსეთ თავის ეკონომიკით, რომელიც ეკონომიკის თვალსაზრისით ბრაზილიასა და იტალიის შუაში არის სადღაც. აქ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თურქეთის გამოჩენა, ვინაიდან თურქეთი ძალიან ძლიერი მოთამაშე არის. თვლი რომ ყირიმი კიდევ უფრო ადვილი დასაბრუნებელი იქნება უკრაინისთვის, თქვა თუ რაღაც პირობების ჩამოყალიბების შესახებ, ოღონდ მამისთვის მას სჭირდება ფლოტის აღდგენა. განსაკუთრებით რთული იქნება იმისთვის დონეცკი, ლუგანსკი. უკრაინის წარმოატებლობის შემთხვევაში რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, რუსეთს სჭირდება რეაბილიტაცია. იმ ქვეყნებში, რომელიც აი განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ან მისი მოკავშირე ქვეყნების თვალში, ამისთვის მას დაჭირდება მომავალი წარმატებული საომარი მოქმედება. ანუ მან რისკი იზრდება, ხო? რა თქმა უნდა იზრდება. რაც თავარია საქართველოს უნდა იყოს საჭირო დასავლეთისთვის. უბრალოდ იმისთვის აქვია რომ კაი ხაჭაპური გვაქვს, არავინ არ მოიკლავს თავს. მოგესალმებით, Redline-ზე ვართ, მე ვარ ბექა პატურაშვილი და დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ბატონი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც არის გენშტაბის ყოფილი უფროსი, ასევე არის ანალიტიკურ ცენტრ Geocase-ის მკვლევარი ამ დროისთვის და ძალიან გამოცდილი სამხედრო. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მასთან მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ, სწორედ უკრაინის თემაზე. დღეს არის 14 მაისი, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა 15 რიცხვი, მთელი აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პიკს მიაღწია დიპლომატიურ დონეზე, ვთქვათ, ინტერესმა, რა მოხდება და პირველად გაჩნდა ესეთი ფრაზა ამ რეალობაში, რომ შესაძლოა პუტინი და ზელენსკი ვიხილოთ ერთად ერთ მაგიდაზე. ამაზე ჩვენ წინა ეპიზოდშიც ვისაუბრეთ თუ რა იყო ამის წინა პირობები და მოკლედ რომ გავიარო ეს იყო ის, რომ მას შემდეგ რაც ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ კიევში ერთობლივად და ტრამპთან კოორდინაციით მათ წაუყენეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ულტიმატუმი, რომ თუ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით დაწესდებოდა უკვე მორიგი პაკეტები სანქციების ევროკავშირის და შტატების მხრიდან ერთობლივად და გარდა ამისა იყო განცხადება, რომ უფრო და უფრო მეტად მოამარაგებდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. შესაბამისად ერთგვარად კუთხეში იყო პუტინი მომწყდეული და მას რამე პასუხი უნდა გაეცა, ღამის 3 საათზე დანიშნეს ბრიფინგი და თქვეს, რომ კი ჩვენ თანახმავართ მოლაპარაკებებისთვის და მოდი გავაცოცხლოთ სტამბულში ფორმატი, რომელიც იყო შექმნილი 2022 წელს და ეგრეთ წოდებული ძირეული პრობლემები აღმოფხრათო. და პასუხად ჩვენ მოვისმინეთ ზელენსკის საკმაოდ თამამი წინადადება, რომ მე ჩამოვალ სტამბულში და მივიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში თუ პირისპირ დაჯდება პუტინი. აი ასეთი მოცემულობა გვაქვს და პირდაპირ კითხვით დავიწყებ, რას ელოდებით ხვალ? ჩავა პუტინი სტამბულში თუ არა თქვენი აზრით? უპირველეს ყოვლისა მადლობთ მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო გადაცემა არის, ნამდვილად გულისყურით ეცნობა ქართველი დაინტერესებული პირი, დაინტერესებული წრე ამ საკითხებით და ჩემის აზრით დღეს ცოტა არის
აი ამ წრის გარეთ ყოფი ადამიანი, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება ჩვენთან ძალიან ახლოს შავი ზღვის რეგიონში, ევროპაში. ფაქტურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს აქ ჩვენ საზღვრებთან ძალიან ახლოს. მადლობთ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და პირველი პასუხი კითხვაზე მოკლე პასუხი არის არა მგონია. არ მგონია რომ პუტინი ჩავიდეს, თუმცა შეხვედრა შედგება წარმომადგენლებს შორის, თუ პუტინი არჩევს თავისთავად არ ზელენსკი არჩევა. ერთადერთი საშუალება ჩაიყვანოს პუტინი სტამბოლში იქნება ჩემის აზრით უშუალო ტრამპის ჩასვლა. საერთაშორისო ტრამპმა გააკეთა შეთავაზება, რომ მე მზად ვარ ჩავიდე იმ შემთხვევაში, თუ გამოთქვა მის მზადყოფნა, რომ ჩართულიყო აი ამ ფორმატში, თუმცა როგორც ჩანს, სწორედ მოსკოვიდან არ იყო შესაბამისი სიგნალები. ზელენსკი მას თქვა, რომ მე ნებისმიერ შემთხვევაში ჩავალ სტამბოლში, მაგრამ და დაველოდები პუტინს, ასე ვთქვათ. და იქიდან გვაქვს იქიდანაც გვაქვს მეტნაკლებად გასაგებია, ხო? რაღაც მიანიშნეს, რომ ამ დონის შეხვედრებს სჭირდება სხვა ტიპის მომზადება, რაღაცა ესეთი არგუმენტი შემოვიდა მაშინ. ხო, ზოგადად ბატონ ვოვას უყვარს, თუ დიდხანს ეხვეწებიან, რაღაცა თავის მნიშვნელობის აწევაზევი, თუმცა ეხლა არ არის ის იმ სტატუსში და იმ პოზიციაზე, რომელშიც იყო, თქვა და მომის დაწყებამდე. ნამდვილად ესე არ არის, ეს ძალიან კარგი გამოჩნდა 9 მაისის აღლუმზეც. 9 მაისის აღლუმზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ აი მოკლე პასუხი იყო, რომ არ ჩავა. რატომ არ სურს ახლა პუტინს სამშვიდობო პროცესზე წასვლა? ჯერ ერთი რომ დააწყობს თუ არა რუსეთს დღეს პაუზა, ასე ვთქვათ. იცით რა, ესე იგი, პუტინი ამჟამად არის რუსეთი ზოგადად არის დილემის წინაშე. შეწყვიტოს საომარი მოქმედებები დააფიქსიროს იქ არსებულ ვითარებაში საზღვარი. გამოდის რომ მან ვერაფერი ვერ მოიგო, იმის გარდა სტრატეგიულად ის უკვე დამარცხებულია, ვერც ერთი მის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც მას ჰქონდა დასახული, ხო ეს დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნატოს მოშორება საზღვრებიდან მოუწია და სრულიად საპირისპიროდ, ხო? საბოლოოდ გაწყდა უკრაინასა და რუსეთს რაღაც ძმობის და ერთიანიერის კონცეფცია. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად არის ყველაზე გამოცდილი, შეიძლება ითქვას, რომ გადაიარაღებული, მოდერნიზირებული ფაქტიურად და ბრძოლის უნარიანი შეიარაღებული ძალები ევროპაში და მიიღო 1200 კილომეტრი დამატებითი ნატოს საზღვარი ფინეთის სახით. ბალტიის ზღვაზე შვედეთს ართული თავის გოტლანდის კუნძულით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიული მნიშვნელობის არის. ეხლა ამავე დროს კონსტიტუციაში შეიყვანა ის რეგიონები, ის 4 რეგიონი თლიანად, რომელიც არ აქვს რეალურად მთლიანად. ხერსონი და ზაპოროჟიე ბოლომდე, სადღაც 60%-ამდე აქვს ტერიტორია დაღებული. დონეცკი შეაქვთ, რომ გავიდნენ დონეცკის საბოლოო საზღვრამდე, დონეცკისაც 80% აქვს. ყველაზე მეტად ლუგანსკის 95%-ამდე ლუგანსკის რეგიონი დაღებული. და რა გამოდის, რომ აი ამ დაფიქსირებულ საზღვრის შემთხვევაში რუსეთი აღმოჩნდება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს უკრაინას. ზუსტად კი, ან კონსტიტუციაში ასე უწერია. ხო, ამის გარდა დავუმატოთ ამას კურსკის მიმართულება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაწმიდეს რუსებმა ამდენი ხნის განმავლობაში და ბელგოროდის მიმართულება. სადაც მუდმივად პერმანენტული მცირე მასშტაბის კონჩეტევებს ახორციელებს უკრაინა და მუდმივად ყავ დაძაბულობაში რუსების და კორეელების საკმაოდ დიდი კონტინგენტი. ანუ ამავე დროს წარმოიდგინეთ, რომ ის მასა, ხალხის მასა, შეიარაღებული ძალების მასა, სადაც მილიონამდე, ხო, სადაც ახლა სუარცები 800,000-ის ფარგლებში, აი ამ 2000 კილომეტრზე გაჭიმული, აქედან რაღაც გარკვეული მასა დაბრუნდება უკან. ეს ის ხალხი არის, რომელსაც ძალიან ბევრს ექნება პოსტკონფლიქტური ტრაუმატული სინდრომები. კუკუთავში ძალიან ბევრი ასევე არის ყოფილი კრიმინალები, იმიტომ რომ დღევანდელი მოცემულობით სადღაც
აი ამ ციხეებიდან გაყვანილი ხალხის 20% არის დაღუპული. იმ დანაკარგებში 20% მოდის აი ამ ციხეებიდან გაყვანილ ხალხს. მოკლედ ეს ხალხი უკან დაბრუნდებოდა. ეს ხალხი ხელფასს იღებს, იმიტომ რომ არის საბოლოო მოქმედებებში. რო დაბრუნდება, იმათ ხელფასის უზრუნველყოფას ვინ განახორციელებს. ის ხელფასი, რომელსაც ისინი იღებდნენ, ძირითადად მაინც უკვე აღებული აქვს მათ ცოლებს და არ გახარჯული, ან სადღაც ჩადებული. ანუ სოციალურად აფეთქების საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან. სოციალურის გარდა მან მომისმენია ეგეთი არგუმენტიც, რომ თქვათ მათ შესაძლოა ქონდეთ დიდი უკმაყოფილების განცდაც. იმის გამო როგორც არიან იქ, როგორც უშვებენ მათ პირდაპირ ასე გაუაზრებლად სიკვდილზე და ამ ტაქტიკებთან დაკავშირებით, მათ მოქმედებებთან დაკავშირებითაც ხომ მუდმივად თვითონ რუსები ხო წუწუნებენ და არის ამაზე განხილვები. ხო, ეს კიდევ სხვაგან უბრალოდ მინდოდა მე თქვა არის თუ არა ეგ ფაქტორიც თქვენი აზრით უკმაყოფილება თვითონ ამ სამხედროებში მიმდინარეობიდან გამომდინარე. დიახ, გეთანხმები და იგივე ფაქტორად იგივე სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, მორალურ განწყობაში აისახება დიდი ალბათობით და ყველაფერი ეს მასა ბრუნდება უკან. თან ამ მასაში უნდა გვაუწყდება, რომ რუსეთი არ არის რუსების ქვეყანა. ეს არის 21 განსხვავებული 26 განსხვავებული ეროვნება, შეიძლება ითქვას, თავისი განსხვავებული ისტორიით, კულტურით, რელიგიით, ახლა როგორ შეიძლება ბურიატი იყოს რუსი, ან იაკუტი იყოს რუსი, კი ნაწილი იძახის რუსეთი ვართ, მაგრამ ან ჩეჩენი, რომელიც ჩეჩენი არის რუსი. უწევთ და ალბათ ამიტომ ამბობენ რომ ვართ, თორემ რაც მომენტში შეიძლება პირიქით სხვა შორის პუტინმა ამ 9 მაისს თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ ყველა ჯარისკაცი სხვადასხვა ეროვნების რომელიც ომობდა დიდ სამამულო ომში ეს იყო რუსი ჯარისკაცი. ყველასთვის ესენი იყვნენ რუსი ჯარისკაცები. ხო, რაიგულის მამაში ახლა ბევრნაირად შეიძლება გაიგო, მაგრამ ახლა ჩემი წინაპრები მონაწილეობდნენ ომში და სულად საერთოდ რუსი ჯარისკაცები არ თვითონ ართულდნენ რუსი ჯარისკაცები იყვნენ. კი ბატონო. და კიდევ ეს ანუ სოციალურ ფაქტორებზე საუბრობთ. ეს ერთი ნაწილი, დილემის ერთი ნაწილი. ხა მეორე ნაწილი შეტევა გააგრძელოს რითი. რაც კი შეეძლო მას გამოიყენება ბირთვული იარაღის გარდა ყველაფერი გამოიყენა. ის რომ დღეს გათვლებით ახლა ზუსტად ციფრებში რო არ შემიშალოს, ეს არის ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემები, სადღაც 4ჯერ თუ 5ჯერ არის გაზრდილი დანაკარგები იანვართან შედარებით და ასევე აი ამ დაახლოებით ამავე თუ მეტი არა, ჯერ არის შემცირებული ის ტერიტორია, რომელიც დაიკავა რუსეთმა აი ამ იანვრიდან დღემდე. ანუ 4ჯერ 5ჯერ არის ბოლო ერთ თვეში, არა, ბოლო ორ თვეში. დიახ. იანვრის შემდეგ. იანვარში ჰქონდათ გარკვეული წარმატებები, რაღაც გარკვეული იმას მიაღწიეს რუსებმა. ეხლა გამოდის რომ გაყვეს ეს ისე რომ შეაფარდეს ეს მონაცემები, გამოდის რომ 1 კვადრატულ კილომეტრზე 98-99 კაცს კარგავს. ანუ ადამიანურ დანაკარგს გულისხმობთ? ადამიანურ დანაკარგს გულისხმობ. ესე წარმოდგა 1 კილომეტრის დაკავებაში, 1 კილომეტრი ჩავთვალოთ რამდენი გარგავრავთ ხო, რამდენი უნდა იყოს მეტრი. 80-100 კაცამდე აქვს დანაკარგი რუსეთს. ეხლა რასაც შევხედავთ, ეხლა ქონდა შესაძლებლობა რაღაც ეს გარკვეული რაც შემესწავლა აღნიშნული ისა მიმართულება. იქ ომს აქვს განსხვავებული და სპეციფიკური სახე, განსაკუთრებით ეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას. იქ არის ბრძოლა ტყის საქარის კარსაცავებისთვის. ეს არის წარმოუდგენელი ზოლი, ხეების ტყის ზოლი, რომელიც ტყე აღარ დარჩა, ხეების ნარჩენებია დარჩენილი. რომლის სიგანე არის, თქვა 7-დან 20 მეტრამდე. და აი ამ კარსაცავებს შორის არის სადღაც დაახლოებით 2 კილომეტრამდე მანძილი. ახლა ბრძოლა მიდის ზუსტად აი ამ კარსაცავებში, იმიტომ რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ასე თუ ისე შეიფარო და დრონისგან თავი დაიცვა. რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება ამ საომარ მოქმედებებში. ანუ ძალიან უჩვეულო ომია და მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ შემდეგი ომი იყოს ამის გავსი, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიკური ვითარება არის ამჟამად და ის რომ რუსული შეაღებული ძალები იძულებული არიან დაზოგონ ჯავშან ტექნიკა და რაღაცე ხან მოპედები და ხან ვირებითაც ხომ ჟიგულებით გადაადგილდება, ხო არა, ვირებით ჯერ შეტევაში ვერ წავიდე, მაგრამ რაღაც ტვირთები გადააქვთ აქეთ და არა გამორიცხული ესეც მოხდეს. ო, აი ეს მოპედები რაც ახსენეთ, ეს ბოლო დროს მოხშირდა ეგ კადრები, რომ არსი რა არის, იცით? არსი არის აი კატეგორიების პრინციპი ეს. მე სულ ვიძახი რომ დღეს სახეზე არის
მეორე თაობის პირველი მსოფლიო ომი ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ ვითარებაში, ვიღაცა დრონებთან რობოტიზაციის პირობებში, იმიტომ რომ იგივე აბსოლუტურად იგივე შტურმტრუპები და იგივე მოიერიშე ჯგუფების შექმნა და იგივე გადაგორების პრინციპი, როცა 2-3 კაცი იკავებს რაღაც ადგილს და ელოდება შემდეგ რამოდენიმე 2-3 კაცს, ხო? რომელმაც უნდა მიაღწიოს იქამდე, შეიტანოს ეს შეუტანოს აღჭურვილობა, თვითონ გააგრძელოს შეტევა ამასობაში ის მეორე ჯგუფი, რომელიც ივსებს ამ აღჭურვილობით, მაგძლიერდება და მე ის იმის გაჩერების შემდეგ თვითონ გააგრძელებს შეტევას, ესეთი გადაგორების პრინციპს იყენებენ, თუ კი გამოუვათ. ყველაზე დიდი დანაკარგი აი ამ დაპირისპირებაში, აი ტაქტიკულ ვითარებაში არის, როცა შედიან და როცა გამოდიან. როტაციისთვის რო გვუნდები, აი ყველაზე დიდი დანაკარგები არის აი ამ პერიოდში. როცა ხდება აი ამ ღია ადგილებზე გამოსვლა და ხდებიან აი დრონების დარტყმის სამიზნე არიან. ხო, ძალიან ვარ გამიგრძელე საკეთე. მოკლედ ეს დილემა ცუნსვანგშია ახლა პუტინი. ერთადერთი რასაც ის ვაჭრობს და რაც უნდოდა თავისთავად ეს ყო რუსული დიპლომატიის ტიპიური სახე, რომ იცით რა, კი ბატონო თანახმავართ, მაგრამ მოგვეცით ეს ყირიმი ისისა და ის რაც ვერ დავიკავეთ, ძალით შემოგვიერთეთ ახლა და მე გავჩერდეთ თანახმავთ გაჩერებთ. ეგრეს არ არის. ხო, ეს ამ დიპლომატიურ ნაწილში მათ პრინციპში პოზიცია არც ერთ ჯერზე არ შეუცვლიათ, რასაც ითხოვდნენ თავიდან, იგივე მოთხოვნებს უბრუნდებიან მუდმივად. თუმცა ერთი რამ იყო ჩემთვის თვალშისაცემი, რომ ისინი საკმაოდ რეაგირებენ ბოლო დროს ამ სანქციებთან დაკავშირებით, რაც ისმის. ამის მაგალითი იყო სწორედ ის, რომ თუ ადრე ამბობდნენ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს, დღეს სწორედ ეს თუნდაც ეს ხომ შეეძლო პუტინს, რომ არც ეთქვა არაფერი ამ მოდი ვილაპარაკოთ სტამბოლში. რისთვის გააკეთა, ხო? ანუ იმისთვის, რომ რაღაცნაირად დრო გაეწელა და არ ყოფილიყო მყისიერი რეაგირება. ანუ ტრამპის ბოლომდე გაბრაზება არ უნდოდა, მე ესე შევხედე ყოველ შემთხვევაში ამ ამბავს და მათთვის ეს არ არის ჩემი აზრი, უამრავი მიმომხილველი მთელ მსოფლიოში ამას ამბობს, რომ ეკონომიკა მათი ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დგას. და საქართველოში სხვათა შორის ცდილობენ ხოლმე რომ რაღაც ეს სანქციების მიმართულება გააუფასურონ, მაგრამ ესე არ არის. თუ აქამდე ახერხებდნენ ისინი რაღაც გვერდისავლით მჭრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ნავთობის გატანას, ახლა განსხვავება ის არის, რომ მესამე ქვეყნების დასანქცირებაზე არის საუბარი და ეს ძალიან კარგად ესმით რუსეთში. და ერთ-ერთ მიზეზად მათ შორის ეს სახელდება, რატომაც არ უნდა ომის შეჩერება პუტინს და არ აწყობს, რომ ეკონომიკა 70% წარმოება ყველაფერი სამხედრო მიმართულებით არის და თუ ის გაჩერდება იმ მიზეზებთან ერთად, რაც თქვენ ახსენეთ, სოციალური, ეკონომიკური და შესაძლოა რაღაც დიდი აფეთქება მოხდეს. მოდით მე რამდენადაც ვიცი თქვენ შეხება გაქვთ სპეციალურ ჯგუფებთან უკრაინაში, რომლებიც სწავლობენ ასე ვთქვათ რუსეთის რესურსებსაც, მათ სამხედრო გამოცდილებასაც და მათ ვთქვათ მიდგომებს, ასე ვთქვათ, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ხართ, ხომ, ჩართული. ცოტა მოგვიყევით ამასთან დაკავშირებით, რამდენადაც შესაძლებელია და ვისაუბროთ, მეტნაკლებად შევეხეთ რუსეთის მხარეს რა ხდება, მათ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, თქვით რომ რესურსებში უჭირთ, რა ხდება უკრაინის მხარეს? დიახ, მართალია მოგახსენებთ, რომ არის ესეთი პროექტი, რომელიც არის მომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობიდან და მას ჩართული არის think tank-ების ეგრეთ წოდებული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუმინელები არიან თვითონ ამერიკელები ამ ჯგუფში ჩართული და მეც ამ ჯგუფში ვარ მიწვეული, რომელიც სწავლობს რუსეთის შეიარაღებული ძალების ეგრეთ წოდებული lesser known გამოცდილების შესწავლას აი საომარ მოქმედებების პირობებში, აი უკრაინის ომის პირობებში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მქონდა შეხება ახლა გარკვეულწილად აი ამ მასალებთან, უშუალოდ თვითონ ოპერატიული ვითარების შესწავლასთან, რომ არ უჭირდეს რუსეთს, ამდენ კორეელის ჩრდილო კორეის დახმარება მას არ დაჭირდებოდა.
ნამდვილად არ დაჭირდება. რეალურად რა წვლილი შეიტანეს ბოდიში? მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, შეიძლება ითქვას, დიახ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ჯერ ერთი რომ ის წარმოება, რომელიც რუსეთს გააჩნია, არ ყოფნის იმ დატვირთვას, რასაც რუსეთი თავისი ოპერატიული ხელოვნების თუ მეცნიერული ხელოვნების შემადგენლობაში იყენებდა, ესაც ძირითადად საარტილერიო საცეცხლე უპირატესობა, საცეცხლე ზემოქმედე მოწინააღმდეგეზე. მას შემდეგ რაც გაიხარჯა, უკვე დიდი ომი არის, ხანგრძლივი ომი არის, 3 წელი ომი მიმდინარეობს და ეს რაოდენობა ის ჭურვებს, რომელიც დარჩენილი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, საკმაოდ დიდი მარაგები, ისინი იხარჯება, გახარჯვა ხდება. ამის გარდა პრობლემატური არა ის იმ ინტენსივობით, რასაც რუსები იყენებენ, თუნდაც არტილერიას. არტილერიას სჭირდება თავის რესურსი გააჩნია. ლულის შეცვლა ლულა არ რემონტდება, ქვემეხის ლულა, ის მთლიანად უნდა გადაიდნოს. ამდენად ეს პრობლემატური არის, ის უნდა შეიცვალოს, ეს რესურსები იხარჯება. აეროფოტოსურათების გადაღებული ქონა შეიძლება მენახეს აეროფოტოსურათები, რომელიც გადაღებულია ომის დაწყების პერიოდში და ეხლა ის სადაც სავსე იყო ტექნიკით, საბჭოთა პერიოდის დროინდელი დაკონსერვებული ტექნიკით, ნახევარზე მეტი ცარიელი არის. და ყველა გაყვანილი, ყველა გახარჯული. და ამ დროს ჩრდილო კორეა არის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კალიბრის, ეხლა რუსული კალიბრის იარაღს აწარმოებს 53 წლიდან არ გამოუყენებია. კორეის ომის შემდეგ არ დაჭირვებია ესისა და ძალიან დიდი მარაგები აქვთ. და ძალიან დიდი ალბათობით ეხლა არ მგონია მხოლოდ ბრინჩი უწვლიდეს რუსებს ახლა აი ამ აღჭურვილობა და მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რა ტექნოლოგიებზეც იქნება საუბარი. რა თქმა უნდა არაზუსტი არის, რა თქმა უნდა ხარესხი ისედაც საბჭოთა პერიოდის ჭურვების, რომელიც იმის გამო სიძველის გამო სადაც 15-20% არ ფეთქებოდა. ეს მეორე უბედურება უკრაინისთვის, ვინაიდან განაღვისთვის წლები დაჭირდება, ათეული წლები დაჭირდება უკრაინის დასრულებამდე. დიახ. მაგრამ ეს მასიურად მიწოდება, იგივე არტილერიის მიწოდება, იგივე რაკეტების მიწოდება, ხო, რუსეთისთვის, ეს მნიშვნელოვანი დახმარება არის რუსეთისთვის ნამდვილად. და განსაკუთრებით კურსკის რეგიონში დიდი მსხვერპლის ფასად მიიღეს კორეელებმა აქტიური მონაწილეობა, თორე ახმად ყოველთვის აცდა უკრაინელების შეტევას. მოხდებოდა ეს რაღაცა და ალაუდინოვი გამოვიდოდა და ეთქოდა რომ ჩვენ გვერდი აგვიარეთ. თალუცო გადადგი გვერდზე ნაბიჯი და არ აგივლის გვერდს, ხო? ახმად სულ ყველგან ცდებოდნენ და ეს კორეელები შეაწყდნენ ახლა უკრაინელებს. დიახ. და შესაბამისად ეს შედეგი რაღაც დაიდო გარკვეულწილად, თუმცა უკრაინელებს არ ჰქონდათ იმას თქვია გეგმაში, რომ იქიდან მოსკოვში ჩასულიყვნენ კურსკიდან. ხო, ეს კურსკის მიმართ მეტნაკლებად გასაგები არის, რომ იქ მათთვის რომ ზედმეტი თავის ტკივილი გააჩინონ და ამ შემდეგ ამის შესაბამისად ივაჭრონ, ალბათ ეს ყველაფერი 40-60,000-მდე დაჯგუფება იყო იძულებული რუსების თუ გადაესროლა ხერსონის ზაპოროჟიეს მიმართულებად. საზღვაო ქვეითები, რომელიც ხერსონის მიმართულებაზე იყვნენ ძირითადად, მოიხსნენ და გადაიყვანეს იმაში, კურსკის მიმართულებით. ანუ ამას აქ როგორც ტაქტიკური ფასეულობა, ასე ვთქვათ, არ ვიცი მე ტერმინებში რამდენად სწორად ვამბობ, მეორეა პოლიტიკური ფასი ამ ყველაფრის ცხადია. მოდი რადგან აი ამ უკაცრავად დავასრულოთ ბრძანეთ ეს ოპერატულ ტაქტიკური ფასეულობა და ამის გარდა მოლაპარაკების მაგიდასაც ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობა აქვს და ქონდა და აქვს აი ამ კურსკის საკითხს და ამის გარდა მესამე მხარე არის ესა ფსიქოლოგიური მორალური, როცა სოფლიოს ანახებ რომ ეს იმ პერიოდს ემთხვეოდა კურსკის შეტევა, როდესაც ფაქტიურად ის დახმარებები წამოვიდა აქტიურად უკრაინისთვის და აი ზუსტად კურსკის რუსების წარმატებები დაემთხვა, როცა ამერიკამ შეწყვიტა ამ პერიოდით შეუწყვიტა დახმარების აღმოჩენა უკრაინელებს. ანუ ჯერ ერთი სოფლიოს აჩვენეს, რომ უკრაინა შეუძლია ამის გაკეთება, მე თვითონ უკრაინის შეღებულ ძალებისთვის იყო ძალიან დიდი მორალური იმპულსი აი მსგავსი ქმედებების. და რუსებისთვისაც ალბათ მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ ისინი არ არიან რაღაც ხელშეუხებელი და მათ ტერიტორიაზე ომის გადასვლა
ეს ემოციური გავლენა ალბათ მნიშვნელოვანი. თუნდაც 9 მაისის მუქარებიც მაგის ნაწილი იყო ალბათ, ხო? ეხლა რეალურად არ დაუბომბავთ წითელი მოედანი, მაგრამ ხო იყო ამაზე ოფიციალური პირები წერდნენ. რომ ჩვენს დავარტყავთ და ასე შემდეგ. იმიტომ არ ცილდებოდა სიძინპის გვერდიდან პუტინი რომ მე მგონი თავარი გარანტია მაინც სიძინპი იყო. კი, თან ვიღაცები ხო ვერ ჩავიდნენ, ვიღაცებმა შორიგზით მოიარეს და ვიღაცებმა წელიც აიტკიეს ესეთებიც ნახეთ. საინტერესო იყო ალიევისისა ნაბიჯი 9 მაისს არ ჩავიდა, თქვა რომ მამა ჩემის დაბადების დღეა და მამის დაბადების დღე იყო 10 მაისს. და ესე მოასწრებდა ჩამოსვლას, ხო? რადგან სიძინპინი ვახსენეთ, მანამდე ჩვენ ჩრდილოეთ კორეაზე ვსაუბრობდით, მოდით ჩინეთის ფაქტორზე ვისაუბროთ ცოტა და შემდეგ დაუბრუნდეთ ისე უკრაინის რესურსებს და მათ მდგომარეობას. მოდით ჩინეთზე. ბევრი დარწმუნებული ვარ ახლა, ვინც შემდეგ განხილვებში შემოვა და მოგიწოდებთ რომ ჩაერთოთ ამ დისკუსიაში და მოგწეროთ ხოლმე თქვენი აზრი. ბევრი ეს სკეპტიკურად განწყობილი, ვისაც გონია რომ აი ჩვენ რაღაც მითებს ვიგონებთ, როდესაც ვამბობთ რომ რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი და ამ რეალურად მითს უპირისპირდებით, წერს რომ აი არ უნდათ თორემ არ ვიცი, ალბათ მიწასთან გაასწორებდნენ აქამდე და მე რას უშვებით ჩინეთს, ხო? მხედავთ სიძინპინი ჩადის იქ. აი ესეთი მოსაზრებები არსებობს. მე არ ვიცი ეს რამდენად ბუნებრივად წარმოშობილი მოსაზრებებია, ალბათ ამას გაღვივებასაც არსებობს ხალხი, ვინც ხელს უწყობს და მოდი ვისაუბროთ ჩინეთზე. რა დოზით შეიძლება ჩაერთოს რა ფორმით შეიძლება მიიღოს მონაწილეობა და რა ფორმით იღებს. ხო, ნუ ახლა რუსოფილების და რუსეთის უძლეველობის საქმეა მომხრეები ძალიან სამწუხაროდ ბევრი არის, თუმცა მათ რიგებს დააკლდა ხალხი. ფაქტურად სოფლიოში გამოცხადებული მეორე არმია უკრაინაში არის მეორე არმია დღეს უკრაინის ფრონტზე. ასე რომ ახლა რასაც წარმოადგენს შეერთებული ძალები რუსეთის გამოჩნდა. ეს არის მოინდომის პროფესიული ჯარის ჩამოყალიბება კონტრაქტორების ხარჯზე, თუმცა პროფესიონალიზმი და კონტრაქტორი ერთი და იგივე არ არის, ეს სამწუხაროდ ჩვენთან ეშლებათ. პროფესიონალი სამხედრო და კონტრაქტორი სამხედრო ერთი და იგივე არ არის, ეს ერთი. და მეორე ის რომ ხელმძღვანელ მეთაურები არ აღმოჩნდნენ საკონტრაქტო პროფესიული ჯარის მართვისთვის მზად. ზუსტად აი ამიტომ ჩვენ გქონდა საუბარი, ზუსტად აი საფრთხე მე ვუძახი ამას მამლუქობის სინდრომს, როდესაც სამხედრო იღებს ძალაუფლებას. იმ რაოდენობით იმ კონცენტრაციის ხდება სამხედრო, მას შეუძლია ძალაუფლების აღება და ეს საფრთხე რუსეთს ნამდვილად ემუქრება. ეხლა რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ჩინეთს, ჩვენ ვცდილობთ ამ თემაზე მაინც მინდა რომ ცოტა მეტი მითხრათ რას გულისხმობთ, ანუ რა რისკები ჩანს. პრიგოჟინის მაგალითი გამასცენდა ცხადია პირველი. პრიგოჟინის მაგალითი ეს არის მამლუქები რა ვინ იყვნენ, ხო, ეს სამხედროები, რომელიც აიღეს ხელისუფლება და თვითონ სვამდნენ თავის სულთანს, თვითონ და მართავდნენ ეგვიპტეს ნაპოლეონამდე. ანუ რაღაც პრიგოჟინის პრეცედენტის გამეორების რისკები არის დღეს, ანუ ამის თქმა. თებერვლის რევოლუცია როგორ მოხდა რუსეთში. ეს ჯარი, რომელიც პირველ სოფლიო ომზე დადგუნული ჯარი, რომელიც მოbrunდა იმაში თავის ხილაში რუსეთში, აი მათმა მოახდინეს ძირითადად რევოლუცია, ხო? აი ესეთი აი ეს ძალა ეს რომელიც მოbrunდა ჩვენ გქონდა საუბარი სოციალური უკმაყოფილება პოლიტიკურში როგორ გადაიზრდა. ფეთქებადი მასა არის. ნუ ამას თუ დაემატება ადგილზე არსებული ვითარება, ამას თუ დაემატება, ხო, კიდევ ერთი ფაქტორი, როცა მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც გავარდა ხმა, რომ იქნება მალე მოლაპარაკებები, ეს რა თქმა უნდა ფრონტის ხაზამდე წახცეს ეს საუბრები, ტელეფონების გამოყენება. იქ ისინი ალბათ ძალიან რეაგირებენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჯარისკაცი ახლა მეთაურის ნაკლებად, ჯარის სამხედრო მალე მორჩება თუ არა. აი ეხლა ალბათ მაინც მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ამ პერიოდში ძალიან ბევრმა გაიზარდა კონტრაქტორების რაოდენობა, სურვილების რაოდენობა, იმიტომ რომ ფიქრობდნენ მივალ ფულს ავიღებ და ომიც დამთავრდება. შემოსულას არ მომიწევს გუშინდელი განცხადება შემოხდა, სადაც ის ამბობდა რომ ყოველდღიურად 50,000 60,000 ადამიანი თავისით მოდისო ხალხო და გვერდდებაო. კი ბატონო, იმიტომ რომ ის იყო რომ იქნება ომიც არ მომიწიოს, ავიღებ ფულს, ომიც დამთავრდება და ასე შემდეგ. თორე წინა ხაზეც ახლა მებრძოლისთვის ახლა არავის არ უნდა
ჰენრი გიუნტერი იყოს ამ ომში, შევახსენე ხოლმე, მე ჰენრი გიუნტერი იყო გერმანული წარმოშობის ეს არის ირონიულია გერმანული წარმოშობის ამერიკელი სამხედრო, რომელიც ერთი წუთით ადრე მოკვდა პირველ მსოფლიო ომის დროს, ცეცხლის შეწყვეტამდე ერთი წუთით ადრე. ეს იყო ბოლომსხვერპლი პირველ მსოფლიო ომის და არავის არ უნდა ბოლომსხვერპლი იყოს. მე თუ ცეცხლის შეწყვეტა ხდება. სადაც ამდენი ხანი გადავრჩი იქნება ეს არა თან ეს ეხება ფიქრები ალბათ. ვერ მეტყვის რომ აი ახლა ცეცხლის შეწყვეტა იქნება ხვალ და ჯარისკაცი თავს იკლავს რომ არ იქეთ შეტევას გადავდეთ. ეგ მეთაურმა შეიძლება მეთაურმა მოინდომოს რომ რაც შეება მეტი მოიპოვოს. ეს ქვეითის ჯარისკაცისთვის ეს ცოტა ისეთია. ან მოტივაცია პრინციპში ან საბოლოო ჯამში როცა ყევა გეწყება, აი მაინც უნდა შეწყდეს ცეცხლი, შეწყდეს ეს ცეცხლი და მე ვიფიქროთ. მოკლედ, ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ ჩინეთი გავიგოთ ჩვენი ფსიქოლოგია, ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი კულტურის კუთხიდან, სხვა კულტურა, სხვა ფილოსოფია და სხვა ფსიქოლოგია. წყნარად შვიდათ ჩინეთი დღეს სხვაშორის ერთ-ერთი პირველი ჩინეთი არის ის, რომელიც მოსთხოვს რუსეთს, რომ დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ითხოვს ამ ცეცხლის შეწყვეტას. ღიად ყოველ შემთხვევაში ყოველ ჯერზე ამას აფიქსირებენ, რომ აი. დიახ, ოფიციალურად ჩინეთს არ აქვს გამოცხადებული და ოფიციალურად ის არ ეხმარება რუსეთს, თუმცა რაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, რაღაც ისეთი მაღალი ტექნოლოგიის რაღაც ნაწილები, მას ხდება ჩინეთიდან ხდება, რაც არის დრონების წარმოებისთვის და ამ შემდეგ. დიახ, აი ტექნოლოგიურად რაც არის, ეს აუცილებელი, აი ეს ხდება ჩინეთიდან. ანუ ეს არის რაც ღია წყაროებში გვაქვს ინფორმაცია ხო, რომ აი რაღაც ტექნოლოგიური მხარდაჭერა თქვა. თუ შეგიძლიათ მეტი გითხრათ აი ჩინეთის ჩართულობაზე ტექნიკური თვალსაზრისით. მეტი თუ შეიცვალა რა? არა, ჩინეთიდან ხდება, უბრალოდ შეიცვალა პროცენტულობა, თქვა თუ ადრე იგივე დრონებს აწყობილ დრონებს, რომელიც ჩამოგდებული იქნა და შემდეგ შესწავლილი ეს დრონები. თუ კი 70%-მდე, მაინც ევროპიდან შესული ტექნოლოგიის ისინი იყვნენ, ხო? ნამუშით ჩიპები, რაღაც მცირე ზომის ძრავები და ასე შემდეგ, ევროპიდან სხვადასხვა ხერხით მიღებული ისე საშუალებები იყო. ეხლა ბოლო პერიოდში უკვე ჩინური არის, ჩინური წარმოება 70%-ად უკვე ჩინური წარმოების ისინი არის. ამის მიზეზი შესაძლოა სწორედ სანქციები იყოს. მე მახსოვს ბოლო პაკეტში გათვალისწინებული იყო სათამაშო PlayStation-ის ეგრეთ წოდებული ჯოისტიკებიც კი ევროპული სანქციების პაკეტში გათვალისწინებული იყო, რომ იქ არ უნდა შევიდეს. ასეთ დონეზე ჩაყვნენ, ასე ვთქვათ, ყველა დეტალს და საინტერესოა ნახოთ ახლა თუ იქნება და დიდი ალბათობით ახლა თუ ამ მოლაპარაკებებში რუსები და ახლა ჩანს უკვე რომ ეს მათი მხრიდან რაღაც დროის გაწევრის მორიგი მცდელობა იქნება. ერთი სიგნალი იყო პუტინის მხრიდან რომ ჩვენ არ გვეშინია სანქციების და ველოდებით და არ უნდა შეგვეშინდესო, ასეთი გზავნილი ქონდა. დიდი ალბათობით უკვე ხო გასაგებია რომ მანდეთ მიდის საქმე და რეალობა მოდით როგორ არის ეს შევხედოთ ხო რეალობას. რეალობა არის ის რომ რუსეთი ჩაიხსნა ევროპული და დასავლური ტექნოლოგიებიდან და კაბალურ ვითარებაში აღმოჩნდა ჩინურ ტექნოლოგიებთან, რომელიც თავისთავად არის კლონი და არც თუ ისე მაღალი ხარისხის კლონი დასავლური ტექნოლოგიების. ანუ სატელიტი ხდება უკვე რუსეთი ჩინეთის. ნუ ზოგადად ახლა ზოგადი გრანდ სტრატეგიის თუ გრძელვადიანი სტრატეგიის თუ ეროვნული სტრატეგიის რასაც კიდე დავარქვათ პირობებისთვის ჩინეთი და რუსეთი მოკავშირე ვერასოდეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ისინი არიან კონკურენტები ერთმანეთის რესურსებზე საუბარი. ეს ორი დიდი ქვეყანა ისე როგორც ინდოეთი და ჩინეთი ვერასოდეს ვერ იქნება, თქვათ. ეს ერთმანეთის კონკურენტები არიან ყოველთვის. მე ვიძახი გრძელვადიანი პერსპექტივით და ასე შემდეგ. ეხლა დღეს ხედავ დღეს არსებული ვითარება ჩინეთს ძალიან აწყობს. დასუსტებული რუსეთით ხელში უვარდება მწიფე ვაშლივით. რუსეთი იძულებულია რომ მათთან რა თქმა უნდა აღმოსავლეთი შორეული აღმოსავლეთი მე არ გამიკვირდება რომ ერთ დღეს ეხლა ჩინეთმა გაიხსენოს ეს ოპიუმის ომების და რა ქვია ბოქსერების ამბოხების დროს რუსების მიერ ძალით ხელმოწერილი ისინი რა ქვია ხელშეკრულებები რის შემდეგაც შორეული აღმოსავლეთი წაიღო რუსეთმა და ერთ დღესაც როგორც რუსეთს გაახსენდა ყირიმი ისე გაახსენდეს ჩინეთს რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, რაზეც ვფიქრობ ხოლმე.
შტატების და ჩინეთის სავაჭრო ომის კონტექსტში დღეს რაღაცა ძვრები არის და უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა დათმობებზე მიდიან ერთმანეთთან. არის თუ არა იმის ალბათობა, რომ აი მანდატს ივაჭროს შტატებმა და რაღაც გავლენა მოახდინოს ჩინეთზე, აი რუსეთის მხარდაჭერის ნაწილში. მიმიხდით. კი ბატონო, 9 ისევ ავაცახსენებ 9-ის უბრუნდები, უბრალოდ რუსეთისთვის ავაცახსენებ 9-ის უბრუნდები, თორე ეს რა თქმა საუბარი, ეს არის თარიღი, როცა მათ შორის საქართველოსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაციზმთან გამარჯვებაში. და ეს საქართველოს წვლილი შეიტანა ნათელ მხარესთან ერთად, ეს არის მე ვიძახი დასავლეთთან ერთად საშინელების წინააღმდეგ, ხო. მაგრამ 9-ის თუ გახსოვთ ჯერ თვითონ ის მიდგომა პუტინის თვალებს შეციცინებდა სი ძინპინს მე სიტყვა რომელშიც გამოვიდა განაცხადა რომ უდიდესი როლი ხაზი გაუსვა ჩინეთის უდიდესი როლს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში ცოტა ძალიან გამიკვირდა. იქიდან ტრამპმა თქვენ ხო კარგად ხართ ჩვენ გარეშე ჩვენ გამარჯვებთ, მაგრამ საინტერესოა რომ ეს 9-ის აი ამ დითი რამბების შემდეგ ხო და სხვა შორის ამერიკა არ მოუხსენებია. ამერიკა მოკავშირეებში გაატარა ერთიანად და 10 მაისს ამერიკამ ჩინეთმა დადეს ხელში მორატორიუმი გამოაცხადეს ამ იმების, რა ქვია, ტარიფებთან დაკავშირებით. ჩინეთი თავის თამაშს თამაშობს რა და ეს თამაში გაცილებით მაღლა არის რუსების შესაძლებლობებთან შედარებით რა და ეხლა წარმოიდგინეთ თავის სატელიტი ხდება. ის გაუთავებელია ამხელა რუსეთი, დიდი რუსეთი 155 მილიონიანი რუსეთი, აბა ვინ გაუმკლავდება ეს ისევ უბრუნდები რუსეთის უძლეველობის მითის. ეგ აზიაში დაპირისპირებულ იმაში, რა ქვია, შესაძლო ხელწერტილში, ხო? ხელწერტილში ეს პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში. ამ სამი ქვეყანა მოსახლეობა ყველა უფრო მეტი არის, ვიდრე რუსეთის არის. ანუ ინდოეთი რო ავიღოთ, ხო, 1.5 მილიარდი მოსახლეობა აქვს, ხო? თავისი ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ. არავინ არ იძახის უძლეველი ინდოეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს დაიპყროს და აბა ვინ გააჩერებს ინდოეთს. არავინ არ იძახის და რა გახდა ეს ამ ხალხის რაოდენობაზე აწყობა აი ამ ყველაფერი შემდგომი მისი, რა ქვია, მითების, მაგრამ ნუ აწყობთ. მანამდე იყო რომ აი ჩვენი სამხედრო შეძლება გამოცხადა სამხედრო შეძლებაც გააჩნია. ეხლა ამ დაპირისპირებაში უკრაინასთან ერთადერთი რაც გააჩნია უპირატესობა რუსეთს ეს ადამიანური რესურსი. რა თქმა უნდა, ეხლა 5 მილიონამდე მასშეულია რეზერვი ეხლა გამოიძახოს და 15 მილიონამდე ეს შემდგომი ნაბიჯებით მოახერხოს ეს მობილიზება. მაგრამ აი ამ ხალხს ჩაცმა უნდა, ჭამა უნდა, შეიარაღებოდა, გაცვლა უნდა, რომლის რესურსი არ გააჩნია. აქეთკენ უკრაინა არის, ხო? რომელსაც ხარს უჭერს დასავლეთი. აი ამ იმაში გამოფიტვაზე ომში არ არის მნიშვნელოვანი რა ძალები ყავს შენ ჩართული საომარ მოქმედებაში. აქ არის რა ძალები არა გაქვს შენ გამოყენებული ჯერ კიდევ აი ამ საომარ მოქმედებაში. ეს ხანგრძლივ ვადიანობზეა საუბარი. აქ საუბარია აუცი 500 მილიონიანი ევროპის შესაძლებლობაზე და ამას უპირისპირდება რუსეთი თავის ეკონომიკით, რომელიც ეკონომიკის თვალსაზრისით ბრაზილიასა და იტალიის შუაში არის სადღაც. და უპირისპირდება მთელ დასავლეთს. ახლა ნუ თან თანამედროვე 21 საუკუნის ომებზეა საუბარი, ხო, ტექნოლოგიურ ომებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, უკრაინის მხარეს გაცილებით მეტი რესურსი არის. ახლა დაუბრუნდეთ უბრალოდ ძალიან საინტერესო კითხვებია და მიწევს აი ძალიან გადავდივართ აქეთი ჯერ თუ გვისმენენ, მე მგონი უნდა მოგვისმინონ და გამოყვებიან ბოლომდე. ჯერ ჩინეთი დავასრულოთ, რა ჩინეთის აი ეს მიდგომა ჩინეთის რა თქმა უნდა მისაღები არის, რა თქმა უნდა მისაღები არის რუსეთის დასუსტება. ეს მას ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. ის ფარული ექსპანსია, რომელიც უკვე დაწყებული აქვს ჩინეთს და შორეულ აღმოსავლეთში რაღაც არენდები თუ 100 წლით თუ ასე შემწები მიღებული აქვს და ჩინურ მოსახლეობაც მნიშვნელოვნად არის იქ შესული. ამის გარდა აბსოლუტურად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე რუსეთი. აბსოლუტურად დამოკიდებული ყველა მიმართულებით, ყველა რესურსით. ეხლა უშუალოდ უკრაინის შესაძლებლობას და უკრაინის რესურსებზე დაუბრუნდეთ, კითხვა არის, არ აქვს უკრაინას არ ულხინს ნამდვილად. ის ხალხი, ვისაც აი
გულანთებული იყო და ომში და ისინი უკვე ომში არიან წასულები, ისინი არიან ან უკვე ნაუმრები, ან ვეტერანები, ან დაღუპულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალი ხალხის წაყვანა სჭირდებათ. არაკეთებს მობილიზაციას, არაცხადებს მობილიზაციას ზელენსკი იგივე მიზეზით, რასაც პუტინი არაცხადებს მობილიზაციას, იმიტომ რომ სოციალურ საკითხებზეა საუბარი, პრობლემებზეა საუბარი. 25 წელი რჩება სავალდებულო მობილიზაციისთვის, უпростоოდ არ წევს უკრაინა დაბლა 25 წელზე დაბლა აი ამ წლოვან ლიმიტს, მაგრამ მან დაუშვა რომ კონტრაქტულად შეუძლია 18 წლის ახალგაზრდას წავიდეს. იქაც არიან ისეთები, იქაც იჭერენ ქუჩებში, იქაც ვისაც უწევს თქვათ ბაში წასვლას შეეღლო ძალებში და თავს არიდებს. აი მასაც იჭერენ, ეს ყველგან ხდება, გაქცეულებიც არიან, მაგრამ განწყობა არის ძალიან ამაღლებული. აი ძალიან ბევრი დიდი ნაწილი უკრაინელების თვლის, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინა უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე, ვინაიდან ეს შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს, თქვა თავის გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ ერთხელ უბრუნდები აი ამ დღევანდელ რეალობას. ორივე მხარეს აწყობს ცეცხლის შეწყვეტა. ამის შემდეგ უნდა წავა, ალბათ უნდა წავიდეს და წავა. შეჯიბრი შეიარაღებაში, ეგრეთ წოდებული რბოლა, ხო? შეიარაღებაში რბოლა. აი აქ უნდა აჯობოს უკრაინამ დასავლეთის დახმარებით, რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერდეს იმდენად, რომ რუსეთს უკვე აღარ ქონდეს იმის თავი, რომ თქვა გააგრძელოს თავისი აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ. ამის შესაძლებლობა უკრაინას გააჩნია. ანუ უშვებთ ახლო მომავალში ცეცხლის შეწყვეტის თქვათ, ანუ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე ვამბობ რაც ბრძანეთ, რომ ტექნიკური, ადამიანური რესურსი ასე შემდეგ, ანუ ისინიც დაღლილი და გამოფიტული არიან ისინი, ანუ ხო, თუნდაც რაღაც მოკლებადიან, მაგრამ საქმე ამაშია, მანდ არის სწორედ დილემა, სწორედ ამას ამბობენ ხოლმე ერთი მხარეს და მეორე მხარეც, მათ შორის, რომ თუ იქნება პაუზა, ეს გამოიყენებს ისე თქვათ გაძლიერებისთვის და შემდეგი შეტევების დასაგეგმად. ხო, ანუ თქვათ რამდენად ამ მოცემულობაში, მთლიანობაში დიდ სურათში გასაგებია გავიგეთ და ვთქვით, რომ რუსეთს არ აწყობს ახლა ომის გაჩერება და ეს მისთვის წალეკავს შიდა სიტუაციას, მაგრამ ტექნიკურ თუნდაც მოკლე ერთ თვიან პაუზას თქვათ რამდენად განიხილავთ. მე საერთოდ ზოგადად რა თქმა უნდა აქ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარჩარევებს, იძულებას. აი ეს გაჭირვება, აი სანქციები, ეს უკრაინა დათანხმდა. უკრაინა მიხვდა, კიდევ ერთხელ ვიძახი ახლა, არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ლიდერი უკრაინის ახლანდელი თუ მომავალი არ იქნება იმის თანახმა, რომ აღიაროს ის ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად. შესაბამისად, აქ არის ტერმინოლოგიურ ხშირად არის ომის დასრულება, ომი არ დასრულდება ჩემის აზრით, მაგრამ შეიძლება შესაძლებელია წლის ბოლომდე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ანუ მე მაითვლი რომ მაინც კორეიზაციისკენ მიდის ეს საკითხი, ის არსებული ნულოვან ხაზზე, ანუ ფრონტის ხაზზე მოხდეს შეჩერება ამ დაპირისპირებული მხარეების. ამიტომ ცდილობს რუსეთი რომ რაც შეიძლება მეტი და იქნება რაღაცნაირად იმ დონბასის საზღვარს მიაღწიოს, რომ რაღაცა მაინც ოქონდეს სათქმელი, რომ აი რაღაცას მივახციეთ, ხო? და აი ამ შემთხვევაში რომ მეტი დარჩეს. ყოველ შემთხვევაში რუსეთი რა თქმა უნდა ვაჭრობს იმ დარჩენ ტერიტორიებზე. ეს ამაზე ვაჭრობდა, წარმატებით ვაჭრობდა, სხვა შორის სანამ შეტრიალდებოდა ეს დიპლომატიური იმაში უკრაინის მხარეს. უკრაინის სწორი ნაბიჯების შედეგად. ზუსტად ფაქტიურად ტრამპის ერთადერთი დღესდღეობით ხო წარმატება იმ პირობებში რაც მან ჩამოთვალა, ზელენსკიმ გაუკეთა ეს მინერალების შეთანხმება. ეს ზელენსკის მხრიდან გაკეთებული ერთადერთი წარმატებული ნაბიჯი ტრამპისთვის, ხო? ამის გარდა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მე მზადა ვარ ყოველგვარი პირობების გარეშე დღესვე დავსდე და დავილაპოშე. აჩვენებს რომ მე თქვენ წინააღმდეგ არ მივდივარ, მე მივყვები თქვენს მითითებებს. თქვენი სწორი გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალური კაბინეტის სკანდალის შემდეგ ეს მოქმედებს სწორედ მე ეჭვმეპარება რომ ერთი ძალიან სწორი გადასვლა გამოიტანა აი ამ ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ და მე აქ დაეხმარა მას სწორი დაბიჯების გადადგმაში უკვე იქ ბრიტანული და ფრანგული დიპლომატიის დიდი სკოლა. მათი დახმარება ნამდვილად დიდი იქნებოდა, რომ დაელაგებინათ ეს ვითარება.
ამ დროს რუსეთი რა მე ზადა ვარ შევწყვიტო ეს ცეცხლი, მაგრამ და იწყებს ჩამონათვალს მე იწყებს დიდი სიას ამოვიღებ და აი სიას დაგიდებ და ეს სია უნდა შემისრულოთ. არ გამოვეს. იგივე თურქეთის სტამბულის იმას დაუბრუნდეთ რა საუბარი. როცა სტამბულის ხელშეკრულებები იყო, რატო გავიდა უკრაინა ამ ხელშეკრულებებზე? იმიტომ რომ მაშინ ხერსონი არ ქონდა დაბრუნებული მას. ხერსონში რუსები იყო ტერიტორიები, მას შემდეგ ხარკოვი დაიბრუნა, ხარკოვის რაიონი დაიბრუნა, ხერსონის რაიონი დაიბრუნა უკრაინა. იქ მანამდე მოლაპარაკებები იყო აი ამ ტერიტორიებზე. ვარცდები ჯერ კიევის მისადგომებიდან არ იყვნენ მაშინ გასული. აი პერიოდი კიევიდან უკვე დაახლოებით, მაგრამ დანარჩენ ტერიტორიებზე იყო ბრძოლები და იმ ტერიტორიების შეჩერებაზე იყო საუბარი. და იმაზე რა თქმა უნდა არ დათანხმდა უკრაინა. ეხლა ისევ იმის დამოტრიალება და ისე რა თქმა უნდა რუსეთს აწყობს, მაგრამ ეს უკრაინას უკვე აღარ აწყობს. აქ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თურქეთის გამოჩენა, ვინაიდან თურქეთი ძალიან ძლიერი მოთამაშე არის რეგიონალურ რაიონებში საკითხებში განსაკუთრებით და შეგახსენებთ რომ თურქეთმა ყარაბაღის კონფლიქტში ნაბიჯები განახორციელა ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად რუსეთის, საბჭოთა კავშირის და შეეხლა რუსეთის ექსკლუზიური ინტერესების სფეროში. თან ისე რომ სამთვეში გადაუწყვიტა აზერბაიჯანს პრობლემა, რომელსაც 30 წელი ვერ გადაწყვიტა, რომელიც 30 წელი ვერ გადაწყვიტა. სირიაში რაც მოხდა, გასაგები არის. ბევრ ფრონტზე რუსეთმა ნახა წარუმატებლობა. ესეთი თქმა რო იცით რა, აი როგორ დამარცხდება რუსეთი, ხა იგივე ეროვნულ სტრატეგიის დონე, უმაღლეს სტრატეგიის დონე, გრან სტრატეგიის დონე, ხო? გამარჯვებას დამარცხებს დამატებითი კატეგორიები აქვს. არის არ დამარცხება, წარუმატებლობა, სრული მარცხი, ხო? ვერ გამარჯვება, წარმატება, სრული გამარჯვება. ასე რომ ესეთი ერთმნიშვნელოვნად, იმით თქვა, აი როგორ დამარცხება, ვერ გაიმარჯვებს. სწორი იქნება და არ დამარცხდება უკრაინა. ესეც სწორი იქნება რა. და აი ამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ხასთან დაკავშირებით მე უკრაინელ მეგობრებისთვისაც მითქვია და ვიმეორებ, რომ ეხლა ნამდვილად დაწყოს უკრაინას სულის მოთქმა, რეორგანიზება, ინსტიტუტების განვითარება, თავის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება, მოდერნიზება. კარელია დაკარგა ფინეთმა თავის დროს, მაგრამ ქვეყანა აშენა. ჩრდილო კორეა შეადარდა, ხო, ნახევარი კორეა დაკარგულია, მაგრამ სამხრეთ კორეამ აქვეყანა აშენა. ხო, მე არ ვიძახი რომ უკრაინამ უნდა დაკარგოს, მაგრამ არავინ არ ელოდა. დე ფაქტო რაღაც სტატუსი. არავინ არ ელოდა გერმანიის გაერთიანებას, ხო? 30 წელი ელოდა, სულ ეს მაგალითად მოყავს, იმის საქვია აზერბაიჯანი თავის მომენტს, თავის შესაძლებლობის ფანჯარას. უკრაინა იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ საჭირო მომენტი, თუ კი ესეთი მომენტი გამოიყენოს უკვე შემდეგში და ეხლა არ შეაკლას ამ იმას, იმიტომ რომ მას ეხლა არ გააჩნია ის ძალა, რომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. და ისე 2014 წლის საზღვარზე. ყირიმი და ასე შემდეგ. ხო, მე თვლი რომ ყირიმი კიდევ უფრო ადვილი დასაბრუნებელი იქნება უკრაინისთვის, თქვა თუ რაღაც პირობების ჩამოყალიბების შესახებ, ოღონდ მამისთვის მას სჭირდება ფლოტის აღდგენა. განსაკუთრებით რთული იქნება იმისთვის დონეცკი, ლუგანსკი, ვინაიდან იქ არის დეუკრაინიზაცია განხორციელებული, იქ უკრაინელი ფაქტურად აღარავინ არ არის, ეს ტერიტორიები ზურგით მიყრდნობილი არის რუსეთს, რუსეთიდან დახმარება მუდმივად ექნებათ და ფაქტურად ეს ხალხი მაცხოვრებლები იომებენ თავისი სახლებისთვის უკვე. და უკრაინას განთავისუფლება კი არ მოუწევს აი ამ ტერიტორიებს მოუწევს ოკუპირება და ამაში ორი დიდი განსხვავება არის და დიდი სხვადასხვა რესურსები იქნება საჭირო. ამდენად ჯობია ეხლა კონცენტრირდეს, თუ კი მე მაითვლი რომ წლის ბოლომდე მაინც იქნება ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული წლის ბოლომდე. ეს არ იქნება რომ აი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდა და იქ იქნება მუდმივად პროვოკაციები, გაუთავებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა გარანტიები იქნება და ვინ იქნება მონიტორი აი ამ ცეცხლის შეწყვეტის საკითხებში. რას ფიქრობთ მაგასთან დაკავშირებით იქ ევროპული სახელმწიფოების კონტინგენტი ნახსენები იყო არა ლვოვში, მანამდე რასაც ამბობდნენ ახლა ბოლო ერთ-ერთ ინფორმაციაში ვნახე რომ უფრო აღმოსავლეთით ფრონტის ხაზთან ახლოს ვიღაცების ჩაყენებაზე იყო ლაპარაკი. ბევრი ფიქრობს რომ ეს სისულელეა და ტყუილი ხარჯი იქნება, მომისმენია ასეთი განცხადებებიც. თქვენ რა სიტყვით?
არა, ვიღაც გარანტორი აუცილებლად უნდა იყოს და ამის დამფიქსირებელი უნდა იყოს. ისეთი არა, ახლა ცუდი რამ აქვს ათქმენა საქართველოში მარტო ჩვენ მხარეს არიან ისინი, რა ქვია. კომისიას წევრები და აფიქსებ, მაგრამ საქართველოს ამი არ დააშავა. ნუ იქ დამხრია თუ რა მოხდება, უბრალოდ აფიქსებ. და არა, აქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კონტინგენტი, აქ უნდა იყოს ძალა, რომელიც იქნება შემოყვანილი. ეს შეიძლება იყოს უხეშად ვიძახი მაგალითისთვის, რომ ჩინეთის კონტინგენტი და აღმოსავლეთ კონტინგენტი, რომელიც ხო, თურქეთი ვახსენეთ ჩვენ და ეს არ უნდა თურქეთის მზად არის ამაზე. სხვა შორის თვითონ ტერმინის შეცვალეს ევროპაში, სამშვიდობო ძალები კი არ არის. არის გარანტიის ძალები, უსაფრთხოების ძალები, ის კონტინგენტი, რომელიც უნდა შემოვიდეს თქვა და უკრაინას დაეხმაროს აი ამ ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაში. არის ნატო ქვეყნები, რომელსაც თქვა რუსეთს რაღაც აცრილია ამ ტერმინზე და რაღაცები, მაგრამ მეორებ ახლა ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ახლა უკრაინას არა მნიშვნელოვანი ახლა ესტონეთის რომელი 20-ული შევა იქ დაცვაში თავარია ნატოს ეგიდით იქნება ლუქსემბურგის თუ 20-ული თუ ალბანეთის ისა დანაყოფის შესული თუ მაგალითად ამერიკის თუ ბრიტანეთის დანაყოფის შევა. რა თქმა უნდა ბრიტანეთის და ამერიკის დანაყოფი ურჩევნია მას. თავარია ძალა იყოს ეს. ამიტომ ორხრივი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ნატოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული უკრაინა და ისევე თურქეთთანაც ძალიან აქტიურად შეუულია შავი ზღვის რეგიონია და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე აქ თურქეთია. ასე რომ აი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაკეთება შეუძლია. არ არის ნატოს წევრი სამხრეთ კორეა, მაგრამ ამერიკის არმია დგას ნატოში სამხრეთ კორეაში და ეს არის მთავარი გარანტორი მის უსაფრთხოების, ხო? მინერალების შეთანხმება რამდენად შეიძლება იყოს რაღაცა ფაქტორი? შემაკავებელი ფაქტორი ნამდვილად იქნება. თან სხვა შორის ძალიან კარგად გაკეთებული შეთანხმება არის, თანაბრად ფონდში. პირველ 5 წელიწადში მოგონ სრულიად უკრაინა იღებს ყველაფერს, ამის გარდა ის გათვალისწინებულია სახერო დაცვის სისტემები და ასე შემდეგ და ანუ მნიშვნელოვანი არ არის ეს წამგებიანი უკრაინისთვის როგორც აღსახავდნენ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემაკავებელი, ნამდვილად შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ ეხლა ძნელია ჩემთვის საუბარი, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან რა პირობები წარმოქმნება, როგორ წარმოქმნება, თავარი არის ნება. დასავლეთი მზად არის ამერიკაც რო ჩაეხსნას ყველაფერი ამ პროცესს, რა თქვა ერთ დღეს არაპროგნოზირებადი ხელმძღვანელის გამოშვება, თქვა სიტყვაზე, ავიღოთ რომ ჩაეხსნას ამერიკა. ევროპას ნამდვილად დასავლეთს ნამდვილად გააჩნია იმის ძალა, რომ ამერიკის გარეშე აღმოუჩინოს დახმარება. ფაქტია რომ ტრამპმა თავის მხრივ ეს იმპულსი მისცა და იქ რაღაც გამოღვიძების პროცესი დავინახეთ, ერთიანობის დემონსტრირება. მართალია ახლა 1000 ხრიკებით ცდილობენ რომ ეგ დააკნინონ იქ რა ვიცი, ხან კოკაინი უპოვეს ვითომ იმაში რა ქვია, ვაგონში და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეგ აწუხებთ, მე მგონია რომ ძალიან აფრთხობთ ეგ ერთობა, მუდმივად ცდილობენ მანდ ინტერესების გადააყოფას, მაგრამ არ უკაცრავად ჩაგეჭრებთ აი ამ ვიზიტის დროს თავარი გახმოვანებული რაც იყო რომ ყველა ჩვენი ვიზიტი და ჩვენი ნაბიჯები შეთანხმებული ამერიკასთან, დიახ. და სატელეფონო ჩანაწერის გავრცელდა კადრები, სადაც ტრამპს ესაუბრებიან ერთად და ესეც დემონსტრირება. ჯერ არაფერი არ ჩახსნილა და ამერიკა ისევ ძალიან ძლიერია ამ მიმართულებაზე და ეს ძალიან ძლიერი ძალა უდგას უკრაინას გვერდზე. უკრაინა არასოდეს შემთხვევაში მოლაპარაკებებს კი ერთ-ერთზე არ უნდა დარჩეს რუსეთთან. მას უნდა უმაგრებდეს ძალა აი ამ დასავლეთის სახით. კი ბატონო, მე მგონი შევეხეთ ბევრ საკითხს და ბოლოს ყველასთან მაინც საუბრის დროს ჩვენთან მოდივარ ხოლმე საქართველოზე, იმიტომ რომ რა ვქნათ გასაგებია ხელ მე რაღაც პოლიტიკური ყოველდღიური ცხოვრების ნაწილში არ გთხოვთ თქვენ შეფასებებს და რაღაც გამოხმაურებებს, მაგრამ აი ამ პროცესში სად არის საქართველოს როლი? რაზეც ახლა ჩვენ ამდენი ვისაუბრეთ მათ შორის თურქეთზე, რაღაც ახალ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ მუდმივად, უსაფრთხოებაზე, ყველაფერზე, რაზეც ზრუნავენ ევროპელები, ჩვენი პარტნიორები, ხო? შტატები სამწუხაროდ აღარ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რას უნდა ვაკეთებდეთ დღეს? რას ვაკეთებთ, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? იქნებ ჩვენ არ ვიცით საზოგადოებამ და რაღაც მოქმედებები ხდება და თქვენ მეტი ინფორმაცია გაქვთ, ხო? არ ვიცი.
რა ხდება, რას ვაკეთებ და რას უნდა ვაკეთებდეთ დღეს ჩვენი ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისთვის, სამომავლო ვთქვათ, გათვლებისთვის და შემდეგ უკვე საფრთხეზეც გითხავთ და დავასრულებთ. Რამდენიმე ფაქტი და უკვე თვითონ დასკვნებს გამოვიტანოთ. სამხედრო ბიუჯეტი აზერბაიჯანის არის 2.5 ღია წყაროებზე ვიძახი მე არ მივდივარ ახლა შეიძლება ვიცოდე რაღაცე, მაგრამ მარტო ღია წყაროებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი არის ღია წყაროებით 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარი. სომხეთის არის 2 მილიარდი ამერიკული დოლარი. აქ არა შედის ის დიასპორის დახმარება, ცალკე საფინანსო დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ თუ არ ვთქვი 100 მილიონამდე ნამდვილად იღებენ. ისეთი შემოწირულობის ყოველ შემთხვევაში ყარაბაღის პერიოდში იღებდნენ. ახლა შეიძლება მეტია ან ნაკლები. ყოველ შემთხვევაში 2 მილიარდი ოფიციალურად ბიუჯეტი არის. საქართველოს ბიუჯეტი არის სადღაც 400 მილიონის ფარგლებში. ანუ 2.5 მუშიპუს 2.5% არის სომხეთის, 2% არის აზერბაიჯანის, ჩვენი არის 1.7. ეს იმ ქვეყანაში სადაც 20% დაკარგული ყავს და ესეთი მეზობელი ყავს როგორც არის რუსეთი. სამწუხაროდ და ფაქტი არის ის, რომ ჩვენ რატომღაც მხოლოდ რუსეთი წარმოგვიდგენია საფრთხეთ. რუსეთი უკვე მუქარა არის. საფრთხე გამოწვევები არის ძალიან ბევრი. როგორც შიგნით, ქვეყნის შიგნით, აი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთში რაღაც გარკვეული ძვრები დაიწყება. ეს მნიშვნელოვანი მაგ სცენარებზეც მინდა რომ მოკლედ შევეხოთ. ხო, ნუ ძალიან ძნელია ახლა. ალბათ იმედი მაქვს, რომ ვიღაცა ზის და ამაზე ფიქრობს და რაღაცებს ანგარიშობს, მაგრამ ის რასაც უყურებთ, შეერაღებული ძალების რაოდენობითაც ყველაზე მცირე შეერაღებული ძალები გვყავს ჩვენ რეგიონში. არ ვთვლი მე იმას თურქეთს და რუსეთს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი აუცილებელი პირობა არის შემაკავებელი ფაქტორი, ძლიერ შემაკავებელი ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს ძლიერი თავდაცვითი ძალები. ეს არ არის აუცილებელი დიდი ზომის იყოს, მაგრამ ადეკვატური პროფესიული, ჩემის აზრით, მე შემიძლია ვეკამათო ვიღაცას ეს უნდა იყოს სავალდებულო სამსახური, პროფესიული სამსახური, მე ძალიან მარტივი მაგალითი მომყავს ახლა. კბილის ამოღება რო გინდა, ვისთან წახვალ, პრაქტიკანტთან თუ ექიმთან წახვალ. რა თქმა უნდა, ექიმთან წახვალ. ქვეყნის უსაფრთხოება რატო არის იმას კბილის ამოღებას ნაკლები, ხო? მაგრამ უნდა იყოს პროფესიული შეერაღებული ძალები, კარგად მომზადებული, კარგად აღჭურვილი, ძლიერი პროფესიული შეერაღებული ძალები და ძალიან კარგად ორგანიზებული სამობილიზაციო სისტემა და რეზერვი. ძალიან კარგად ორგანიზებული, არანაკლები, ვიდრე ფინეთსა აქვს და სკანდინავიის ქვეყნებსაც, სადაც ძალიან მაღალ დონეზე ეს ტერიტორიული ძალები და ზოგადად რეზერვი. აი ეს და ამის გარდა, ეს არის ერთი კომპონენტი, მეორე კომპონენტია ძლიერი მოკავშირე. პარტნიორები. ძლიერი მოკავშირის გარეთ სამწუხაროდ რესურსებიდან გამომდინარე, საქართველოს არ ეყოფა ეს რესურსები, მას შეუძლია შეაკავოს, მას შეუძლია ააღებინოს გადაწყვეტილებიდან ესე იგი ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მხარე მიცის რომ მას მოყვება ისეთი შედეგი რომელიც არ უღირს მას ფასი იქნება ძალიან მაღალი გადასახდელი. ეხლა ისეც არ არის რომ ეხლა რუსეთს რა უჭირს ეხლა ყველაფრის არ გამოდის არ გამოვიდა უკრაინასთან ძალიან კარგად დაფიქრდება ვიდრე არადა უკრაინის წარმატებლობის შემთხვევაში რუსეთისთვის რა თქმა უნდა რუსეთს ჭირდება რეაბილიტაცია იმ ქვეყნებში რომელიც აი განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ან მისი მოკავშირე ქვეყნების თვალში ამისთვის მას დაჭირდება მომავალი წარმატებული საომარი მოქმედება. ანუ მან რისკი იზრდება ხო? რა თქმა უნდა იზრდება. წარმატებლობის შემთხვევაში ვიძახ. წარმატების შემთხვევაში თავისთავად ის გააგრძელებს ეს ექსპანსიას, იგივე საქართველოს, ყაზახეთი ძალიან ახლო. აზერბაიჯანს ხელს ვერ ახლავს ჩემი დიდი მითი რა ქვია, ჩემი ალბათობით, ჩემი მოსაზრებით, ვინაიდან თურქეთი არის აზერბაიჯანის უკან, არადა თურქეთი 90-იან წლებში საქართველოსთან უფრო ძლიერ სამხედრო კავშირში იყო, ვიდრე აზერბაიჯანთან. მე ეს პირადად მახსოვს, მე პირადად მონაწილეობდი აი ამ პროცესებში და თურქეთს აქვს ძალიან დიდი როლი, თამაში შეუძლია თურქეთს შეუძლია ძალიან დიდი შემაკავებელი როლის თამაში რეგიონში, თუ ჩვენ სწორედ წავგამართავთ ჩვენ დიპლომატიას. აი კითხვები მქონდა სწორედ, როდესაც
თურქეთის მხრიდან პირველად გაჟღერდა აი ამ ბოლო პროცესებში, რომ ჩვენ მზად ვართ გავგზავნოთ ჩვენი დანაყოფები მშვიდობისთვის, ჩვენ გვინდა მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან და პოლიტიკური მთელი ამხელა ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს და ჩვენ მუდმივად გვესმის ხო და მუდმივად ვფიქრობთ ამაზე, რომ თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ხომ არ შეიძლება რომ აი ამ მომენტში მაინც თუნდაც თურქეთთან უფრო მეტი კოორდინაციით და თანამშრომლობით ჩვენ ჩავებათ აი ამ პროცესს და ვფიქრობდი რომ ალბათ ახლა დღე და ღამე ვიღაცები უნდა ზრუნავდნენ იმაზე რომ მათთან კოორდინაციით რაღაცა ევროპელ პარტნიორებთან ახალი კონტაქტები, ახალი რაღაცა შავი ზღვის რეგიონის გაგებით და იქნებ სადმე ჩვენი ადგილი მეტად ახსენონ, მაგრამ სამწუხაროდ ღიად ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი არ ჩანს, მე არ მომისმენია არც ერთი საჯარო განცხადება, სადაც საქართველოს იქნებოდა ნახსენები რაღაცა აი კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ პერიოდს, როცა ჩვენ გქონდა ძალიან ახლო სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან, აზერბაიჯანი ახლოს არ იყო ამ შემთხვევაში და ძალიან ახლო თანამშრომლობა თურქეთში. იმდენად რომ მე მახსოვს მეხუთე ბრიგადის ჩამოყალიბებაში 20 მეთაურიდან დაწყებული ბრიგადის მეთაური დამთავრებული ყველა გაუშვით ერთ-ერთ ბრიგადაში თურქეთში წაიყვანეს თვითონ და მეორე ნომრად იყვნენ და სწავლობდნენ ყოველდღიურ საქმიანობას ბრიგადაში თავის პარტნიორთან, კოლეგასთან ერთად, თურქ კოლეგასთან ერთად იყვნენ რა ვერ. და ჩამოვიდა შემდეგ და ბრიგადა ჩამოყალიბებული ბრიგადა შევქმნით, ხო? ეხლა ცუდი გამოთქმა, copy-paste-ით აზერბაიჯანმა ისრაელთან ძალიან ძლიერი სამხედრო მრეწველობის და რაღაც წარმოება განავითარა. უახლოესი კავშირები ისრაელთან და ხა თურქეთთან ორი ქვეყანა პრინციპი დარჩენილი არის და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თურქეთი მე მახსოვს ბოლო 4 წელი როგორც მოგესალმებათ ვიყავი ნატოში სამხედრო წარმომადგენელი, მე მახსოვს თურქეთი რამდენად აქტიურად იყო ჩვენი ეს იყო ელმავალი იყო ამ ნატოს გზაზე. პირველი და ერთადერთი ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყანა რომელიც გვესაზღვრება თურქეთია. რა შეიცვალა დღეს ამ ხრამ? არ ვიცი, დღეს არ ვიცი. ვერ გეტყვით, იმიტომ ვერ თქვენი თქმის არ იყოს, ვერ ხედავ. მე ჩვენ ვერ ხედავთ არ მართულებაზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვან აქტიურობას თუნდაც სამხედრო თუ სამხედრო პოლიტიკურ ფრონტზე. ახლა სამწუხარო ის არის, რომ სამხედრო მიმართულება რაღაცნაირად საერთოდ აღარ ჩდება რაღაც აღარ წარმოდის მისი პიარი თუ აღარ წარმოდის ინფორმაციული ისინი არაფერი არ ხდება თითქოს ხო რაღაც ხო აი აციჩუმია რა ერთი ღონისძიება რაც მახსოვს აი შეერაღებული ძალები ეხლა ჩატარდა ნატოს რაღაც კომპიუტერული სწავლება ჩატარდა გეგმიური მაგრამ რა ვიცი ალბათ ჭირდება ჯარს მეტი პროპაგანდა, მეტი ჩვენება და მისი აქტივობების მეტი ჩვენება. ახლა ამიტომ ნამდვილად ვერ გავაღიზიანებთ რუსებს, ისედაც გაღიზიანებულები არიან ისინი. ახლა იმის მიმართე არ გაღიზიანებს გულისთვის აქ არ ვაჩვენოთ თუ რამე საკეთებს შეაღებული ძალები, მე მგონი არ იქნება მართალი. ხო, ნუ ალბათ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. სცენართან დაკავშირებით მინდოდა ერთი კითხვის დასმა ნაწილობრივ შეეხეთ, მაგრამ პირველი კიდევ ერთხელ ერთი რაც თავარი საქართველოს უნდა იყოს საჭირო დასავლეთისთვის. უბრალოდ იმისთვის აქვია რომ კაი ხაჭაპური გვაქვს, არავინ არ მოიკლავს თავს. აქ საქართველოს უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ეს ფაქტურად ის დერეფანი, სამხრეთი დერეფანი, რომელიც საქართველოს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი და იმის მუდმივი წინ წამოწევა უნდა იყოს ალბათ დიპლომატია. ესეც არ გვესმის, ხო? არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ახლა კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ღია წმიდან ისრაელი ახსენეთ თქვენ აზერბაიჯანთან მიმართებით და ისრაელზე ყოველთვის მახსენდება ხოლმე ის ცნობილი პანაშვიდი. ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ ესწრებოდა, მან თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მან ურთიერთობებში ხომ არ გაჩნდა რაიმე ბზარები? არა, მე მგონი მანამდე იყო ეს დაწყებული, ახლა ეს თითქოს და ჩავარდნა. მე 2008 წლის შემდეგ მოხდა მე მგონი, რომ აი ნაკლებად ისრაელთან ნაკლებად თანამშრომლობის პერიოდი დაიწყო. უფრო მეტი აქცენტი იყო ნატოს გაკეთებული ერთ პერიოდით. რა, ესეც ერთის კეთებით მეორე არ უნდა დავუკარგოთ რა ალბათ რა. ალბათ უნდა იყოს კომპლექსურად ეს ყველაფერი და თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით რა. და ხო კიდევ ვიმეორებ რომ
არ იყო იქ აზერბაიჯანი, როცა ჩვენ ეს ურთიერთობები ქონდა და მithmetes იმ ქართული დიასპორა იმხელა ეს იმაში ისრაელში რომ იქ ნამდვილად ის ლობისტური რაღაცები მოძრაობები შეიძლება ნამდვილად იქნა მონახული და ეხლა წარმოიდგინეთ რა თურქეთიც არ არის კარგ ურთიერთობაში ისრაელთან ახლა სირიაშიც ეს გამოჩნდა ხო ისრაელმა შეიყვანა დააფრინა თვითონაც შეიყვანა ჯარები აქედან თურქეთმა შეიყვანა ჯარი მაგრამ აზერბაიჯანში ხო ორივე არის აზერბაიჯანი ხო ახერხებს აი ამ ლავირს ხო ბალანსის დაჭერას და ალბათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის დიპლომატიური ხელოვნება და პოლიტიკა რა სწორი პოლიტიკა კარგი ჩვენ რა ვიცი ცოტა სწორ პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობთ და ჩვენ რეალობას ვუყურებთ მინიმუმ ბევრი კითხვის ნიშნები მე პირადად ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მიჩნდება თქვენ არ გაიძულებთ ახლა რომ თქვენი პოლიტიკური შეფასებები და შეხედულებები გითხრათ კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით მე მგონია რომ თუ გვიყურებენ ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება აღმოაჩინეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და სიახლეების შემცველი იყო ეს საუბარი და გამოგვეხმაურეთ აუცილებლად თქვენი პროგნოზებიც საინტერესოა რას ფიქრობთ ხვალინდელ მოლაპარაკებებზე რას ფიქრობთ ომის გაგრძელება შეჩერების პერსპექტივაზე საქართველოსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და ვისაუბროთ კი ბატონო გავხსნათ დისკუსიები გამოგვეხმაურეთ გამოგვიწერეთ თუ არ ხართ ჩვენი გამომწერები კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის ყოფილი უფროსი GeoCases მკვლევარი იყო ჩვენი სტუმარი მადლობა პოსტერბარს სადაც გვითბობენ სივრცეს მეგობრულად და ამაში არაფერს არ ითხოვენ სანაცვლოდ და ხელს გვიწყობენ ჩვენი საქმის კეთებაში ნახვამდის მოკლედ დაგველოდეთ შემდეგ ეპიზოდამდე